ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტს საკრებულოში წარდგენამდე მოსახლეობას აცნობს რუსთავის მერია. ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაცია ნინო ლაცაბიძემ მოადგილებთან ერთად ამ ეტაპზე ბინათ მესაკუთრე და ამხანაგობების 700-მდე წარმომადგენლისთვის გამართა. ის თქვა, რომ 2006 წლისთვის რუსთავის მერის პრიორიტეტი სხვა საკითხებთან ერთად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია, შიდა საუკუნო სივრცეების განვითარება იქნება. რუსთავის მერის გუნდი აქტიურად მუშაობთ ჩვენი ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტზე, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა წარუდგინოთ საკრებულოს. ქონდა ბინათ მესაკუთრეთ ამხანაგობის თავმჯდომარეებთან შეხვედრა და განვიხილეთ ის მთავარი მიმართულებები და გამოწვევები, რომელზეც გვინდა რომ 2026 წლის ბიუჯეტმა უპასუხოს. ვახდენთ მაქსიმალურად ინფორმაციის შეკრებას. გვინდა რომ ჩვენ უზრუნველყო ჩვენი ქალაქის თანაბარი განვითარება და სწორედ ამ მიზნით ხდება აქტიური შეხვედრები ჩვენს მოსახლეობასთან.